ამ ვიდეოში გაიგებ ღირს თუ არა მონობორბლით კურიერობა, რამდენი გამომიმუშავე 8 საათში, რა დადებითი უარყოფითი მხარეები აქვს და ასევე მოისმენ სხვა ალტერნატიულ ტრანსპორტებთან შედარებას. დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ჩაუჯექი. ეხლა არის ზუსტად დილის 10 საათი. დავიწყებ მუშაობას. ვარავლობთ მეტროს. დაველოდოთ პირველ შეკვეთას. კარტურიდან 4 და 25. ავიღოთ პირველ შეკვეთას არ უთხრას ვარ. ესაც კარტური. აკერა. გამარჯობა. გლოვოს შეკვეთაზე ვარ. გეტყვით ახლა 723 ნომერი. მადლობა. ახანდის ითქმის მოვედი მისამართზე 14 ნომერში ნამივიდე და უწერია რომ დამირეკეო, მოდი დაურეკოთ. აი ეს უნდა იყოს. პირველი შეკვეთა დავტოვა. ეხლა დავავალოთ მეორეს. 7 და 33 შორია, მაგრამ არა უშავს. ტარიფი ჯობია. წავედით ჭავჭავაძეზე. აი რის გამოც მონობორბლით მუშაობა არის ძალიან კომფორტული, არის ერთ-ერთი მიზეზია ეს, რომ აი ხა წესით მანქანიდან მოპედით უნდა ჩავიდე კოსტავაზე, იმიტომ რომ იქით მიდის გზა და აქეთ ველობილიკიც არის და შემიძლია რომ ველობილიკზე გავაგრძელო მოძრაობა. და ესეთი ადგილები არის ქალაქში ძალიან ბევრი, სადაც შეგიძლია რომ მანძილი შეიმოკლო. მე მაპატიეთ საგზაო მოძრაობის წესებო. ბორბლის წლეუსები თუ არ გამოვიყენე რა აზრი აქვს ის. KFC-სთანაც მოვედი. და შეკვეთაც მიჩვენებს რომ მზად არის. ავიდეთ, ავიღოთ ახლა ეს აქ მივაყუდოთ ესე. ჭავჭავაძე ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მბანია სამოძრაოდ ქუჩა, იმიტომ რომ საცობიც რო არის ხოლმე, გვერდზე ველობილიკიც თავისუფალია და მაგედან შეიძლება წასვლა. ან ბასლეინი მაინც ყველა ვარიანტში თავისუფალია ხოლმე და მაგედან დავდივარ. თურმე ბაგებში კი არა. კაკლებში უნდა ამოსულიყავ. გამშვიდით უგო. შენთან არანაირი პრობლემები არ მოქვს ძმაო. GoPro-ზე ჩიპს რაღაცა ხარვეზი აქვს, ელემენტიც დამჯდა. კაცმა არ იცის რა ჩავიწერე და რა არა. წეღანა ეს უგო. გამიბრაზდა. ეხლა აღარ მიბრაზდება. ეხლაც გამიბრაზდა. არ მოეწონა ცალი ბორბლით რო შევედი. ეხლა დამემართა სისულელი, წეღანა აი აქ დავტოვე შეკვეთა აი ამ ეზოში. და უნდა ამეღო შეკვეთა აი აქედან. და ან ცუგოს ყეფის გამო დავეშვი დაბლა. მეგონა დაბლა მქონდა ასაყებისადმი. არა უშავს. ჩავედი და დაახლოებით 1 კილომეტრი ისე უკან ამოვედი. კაი კი იყო გასეირნება. ცოტა ჰაერზე ზემოთ ბაგებში კი არა და კაკლებში. მანდა დაუბრუნდით ისევ ქალაქს. იმედია ეხლა მაინც სწორად მოვედი. კი ჭავჭავაძის 75 ნიკორას გვერდით. ეგ არის მადლობა. რამდენი სადარბაზო აქვს ამას? ეს ერთი აქვს ხოლოდ? აი უნდა დაურეკო კითხვა მაშინ რომ სადარბაზოში, იმიტომ რომ არ უწერია. ეხლა უნდა წავიღო რაღაცას ყვავილები. ჯერ უნდა ავიღო უფრო სწორად და მერე წავიღო. მოდი თამარაშვილზე ცოტა მივაჭიროთ. მოვედი. ოღონდ რომელი არ ვიცი. ეგ უნდა გავარკვიო ახლა. გამარჯობა. Sister Flowers რომელი არის? დების ყავი. მადლობა. გამარჯობა. 523 ნომერზე ვარ, გლოვოსი. აქ უნდა მოვიტანო შეკვეთა სადღაც ძალიან ახლოს. არის ორი ლამაზი თაიგული.
აი ორი ესეთი ლამაზი თაიგული არის. ლამაზი ფერებია. გამარჯობა. ნახვამდის. ისე ერთი შეხედვით ხო? არაფერი განსაკუთრებული საქმე არაა კურიერობა რა, უბრალოდ უნდა მიხვიდე A პუნქტში აიღო შეკვეთა, მიიტანო B პუნქტში, მაგრამ დღის განმავლობაში იმდენ გაუგებრობა შეიძლება გადააწყდე, რომ რავი, მომხმარებელმა არ გიპასუხოს, პინი არასწორად ქონდეს დასმული. ვიღაცამ გადმოგიჭრას დღეში 50-ჯერ და საავარიო სიტუაციაში ჩაგაგდოს. ეს ყველაზე დიდი მინუსია ჩემი აზრით კურიერობის. რომ უსაფრთხოება ცოტა არა ძალიან ცუდად არის უსაფრთხოების საკითხი. ისე გუშინ ღამეს ხო ვფიქრობდი ამ ვიდეოს ჩაწერას და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ აი მეთქი ვიდეოს რო ვიწევ, რატო ვლაპარაკობ ისე თითქოს ჩემი მაყურებელი დამყვებოდეს უკან, წავიდეთ, ავიღოთ, ის ვქნათ, ეს ვქნათ. ნუ რეალურად ხო მარტო დავდივარ და შენ მერე გიზიარებ მაგას. აუ ისე აიცაც რა ცუდი არის, რომ ველობილი კებზე. ეს ეყავთ ხოლმე გაჩერებული ხან სადისტრიბუციოებს, ხან პოლიციელებს, ხან ტაქსის პოლებს და ხან ვის და კი მართალია რომ იშვიათად დავდივართ ხოლმე ამ ველობილი კებზე შესაბამისი კატეგორიის ტრანსპორტები, მაგრამ როცა დავდივართ და ეგრე გაჭედილი გვხდება, საკმაოდ საფრთხის შემცველი არის გვერდის ავლა. ეხლა ძალიან მაგარი რაღაცა შემხდა და მოუტრიალდი რომ ეგ გადამეღო. მინდა რომ გავყო ეხლა მაგას და გაჩვენოთ. დაღმართზე ქვაფენილზე ჩადის ცალბორბლიანი unicycle-ით, როგორც ვიცი, ესე ქვია ამას. და მე მეკითხებიან ხოლმე ბალანსს როგორ იწევს. ნამდვილი ჯადოქარია ეს. From 8 November. Yeah. From Istanbul? Yeah. Right And now, is it a second country, Georgia, or? My second country, Georgia. After I'm going to Azerbaijan, I stay here maybe one month for wait good weather, you know. Yeah. Because a lot of snow. Yeah. Stuff. I'm coming to Samtrede. Yeah. First time from Oh my God. Yeah. And after that, It sounds impossible for me. I can't imagine how we can ride on this thing. Just and catch balance. You need to catch balance always, but after maybe 1 month, how I can say it's like a normal for you. I'm first time seeing the big one like this. Yeah. Okay. Just need to put your weight here. No. You asked me if I want to try? Yeah. No, I cannot probably because it's hard. But so fast, it's Yeah. you have a good speed. Yeah, it has a 100 km/h top speed. It's a completely different device. It looks similar, but your idea is coming from this. European or something? No, the only Chinese people is producing these devices. Oh, nice. And it's But China is good quality now. yeah. It's not like a China 20 years old. Yeah. Exactly. Okay, I'm working and I will continue my work and you can continue your work. I'm pleased to meet you. Okay, nice to meet you. Have a good day. ძალიან გადარეული კაცი იყო მოკლედ რა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობო. და როგორ დადის მაგითი. ძალიან სახალისო რაღაცაა. კაი კაცი იყო მეწონა. მაგრამ ერთი თვე თუ იულიო მე უკვე ნორმალურიაო და მეც ასევე უბნები ხოლმე და არ ჯერათ ხოლმე, მაგრამ ალბათ მართლა ეგრე არის, რადგან ეგრე მეუბნება. მოვედი გალერეში. ჯის სართულზე მდებარეობს. ნეტა სად არის? ნეტა სად არის? გამარჯობა. აი ამას ვეძებ. ლოკ სიტანე თუ რაღაცა ესეთი. ლოკ სიტანი. ლოკ სიტანი აი ეს არის თქვენ. მადლობა. ეგრა კამერა? კი. კამერით არ შეიძლება გადაღებოთ, გათიშდა არ შეიძლება. ახლა მოკლედ დღეს ელემენტის ფლანგვის დღე მაქვს. თუ სადმე თბილისში რამე აღმართი იყო, მგონი ყველგან გამიშვა. ეხლა ვარ პავლაბარში, არ მახსოვს ამ ადგილს რა ქვია. სამების უკან დასახლება რო არის მაღალზე. ისევ ბაზარი ორბელიანზე მოვედი. რა არის და ახლები არიან ეს როიბათ
გამარჯობა. გლოვოს 396-ზე ვარ. მადლობა. კამერა, ხო? კი, ვიღებ თან. აბა დაწექი და ისე ატარე. თავჟები და ისევ ატარე. ეს. ეს წინო დავიხრები, წინ მიდის უკავე გადავიხრები ჩაჩერებს. კარგი, აბა კარგად იყავით. აბა, კი, აქედან გავუხო და ისე. კარგად. ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ ხოლმე. ჩემსავით მოწონთ ხოლმე. უფროსები ეგრე არისო, ეგრე უყურებენ ხოლმე. მაგაშიო მაგდენ ფულს რა გადამახტევინებს. ბარემ საჭმელს შეუკვეთა. იდეაში არ ვაპირებდი ამ შესვენებას, უბრალოდ აღარ იყო თავისუფალი საათები დარჩენილი და მაგიტო. გამარჯობა, ვერაზე ვრეკავ ხო? ერთი კლასიკური მინდა, ერთი კლასიკური ორმაგი კურიერი ვარ. არა, მანდ შევჭამ 10 წუთში მოვალ დაახლოებით. კარგი, მადლობა. ზუსტად 4 წუთს ნახევარში ორივე ბურგერი ჩემ კუჩში აღმოჩნდა და ვაგრძელებ ისევ მუშაობას. უსწრაფესი ტემპით გადავირტყი ორივე ბურგერი. დაახლოებით 40 წუთს შევისვენე რა ცოტამაც. სადაც მიმაქვს რომ კორპუსშიც ეს ზეპირად მახსოვს, ვიცი რომ ასასწველი აქვს ამას. შეშმო პირებისთვის გათვალისწინებული. აი ეს სადარბაზოა. აი ესეთი ასასწველები აქვს კორპუსს. მაგრადასოებს. Let's go. So ეს ანდროს ამის დრომოდის ამის აკვეცის. წავედით. ეგ მივაყოდებ, ყველა თუ აღარ ვატარებ ჩემთან ერთად. გამარჯობა, კემბრიად მეეთქვით. ახაც. ეს არის ტერიტორია, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვიმუშავე. საერთო ჯამში დაახლოებით გავიარე 150 კილომეტრამდე, ოღონდ აქედან დაახლოებით 700 კილომეტრი ვიმუშავე. დანარჩენი სახლიდან სამსახურამდე და უკან დაბრუნებამდე. ხოლო ეს არის გამომუშავებული თანხა საერთო ჯამში 132 ლარი, აქედან 2.80 ტიპი, საათში 18 და 12 თეთრი და საერთო ჯამში ონლაინში ყოფნის დროს 7 საათი და 20 წუთი. ჯამში გავაკეთე 22 დელივერი ამ დღეს. გლოვში სარეგისტრაციო ლინკს დავტოვებ ქვემოთ აღწერაში. და ბოლო-ბოლო რო გავცეთ თავარ კითხვას პასუხი, ღირს თუ არა მონობურგლით კურიერობა. მოკლე პასუხია კი. და რატო? იმიტომ რომ მე თვითონ წელიწადნახევარი ვმუშაობდი დაახლოებით 26,000 კილომეტრი გავიარე დაახლოებით ამ წელიწადნახევრის განმავლობაში და ერთი დღეც არ გაუჩერები ვარ საერთოდ, ანუ შეფერხება საერთოდ არ მქონია. მთავარი პლუსები არის მოხერხებული გადაადგილება, ანუ რაც გულისხმობს ტროტუარზე, ბასლეინზე, ველობილიკზე, ან ჩვეულებრივ სამანქანო გზებზე შეგიძლია თავისუფლად გადაადგილდე. მარტივი დაპარკინგება თვითონ რესტორანში, მაღაზიაში, კორპუსში შიგნით შეიყვან. ხელები თავისუფალი გაქვს და ამ დროს როცა გადაადგილდებით, ან პარალელურად შეგიძლია რომ ტელეფონში ჩახედო ნავიგაციას, ან დაურეკო მომხმარებელს და გავაფრთხილო რომ მიდიხარ. მთავარ მინუსებად ჩაუთვლიდი, ზურგზე მოკიდებულია ეს ჩანთა, რომელიც არც თუ ისე კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში. 2-3-4 საათია იმდენად არ იგრძნობა, მაგრამ 8-10 საათი თუ მუშაობ, სრულ განაკვეთზე ამ შემთხვევაში უკვე შედარებით დამღლელია. და მეორე, ფეხზე დგომაც შედარებით უფრო დამღლელია, ვიდრე მაგალითად მოპედის შემთხვევაში. რო შევადაროთ მოპედს უყავს და იმითის 30,000 კილომეტრამდე მაქვს ნამუშევარი, ელექტროველოსიპედიც მყავდა და დაახლოებით 10,000 კილომეტრამდე მაქვს იმითი ნასწავლები და ამასაც მინდა რომ შევადარო, მოპედი შედარებით უფრო ძვირიჭდება, დაახლოებით 10 ჯერ უფრო ძვირიჭდება იმის საწვავის და მოვლის ხარჯებიც, შეიძლება ოდნავ მეტი.
ელექტროველოსიპედს რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის აქვს, რომ შეგიძლია ჩანთა დაამაგრო, უკან თუ დაუყენებ შესაბამის საბარგულს და ზოგადად მოუხერხებელია იმ გაგებით, რომ აი მაგალითად როცა გზის ერთი მხრიდან გინდა რომ მეორე მხარეს გადახვიდე და 2-3 ზოლი არის გადასაკვეთი, ფიზიკურად ძალა არ ყოფნის, რომ სწრაფად აჩქარდეს და ანუ უსაფრთხოდ გადახვიდე ესე ვთქვათ ზოლიდან ზოლში. რასაც მონობორბლის შემთხვევაში საერთოდ არ ნული პრობლემა აქვს აბსოლუტურად. მანქანებზე ჩქარა-ჩქარდება ხოლმე, როცა მინდა რომ ეგრე ავაჩქარო. ელექტროსკუტერი არასდროს არ მყოლია, სკროლის დონეზე ვიცი ელექტროსკუტერის ტარება მხოლოდ, მაგრამ რაც ვიგრძენი მაგაზე ეს არის გაცილებით უფრო არაკომფორტულია ამორტიზაციის გამო, თუნდაც ამორტიზატორიანი მოდელი და პატარა საბურავების გამო უჭირს შედარებით რთული რელიეფის დაძლევა, ანუ ქვაფენილები ბორდიურიდან ჩასვლა, ასვლა და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე მაგასაც ჯობია. დალაიქე ეს ვიდეო თუ მოგეწონა, გამოიწერე არხი და კომენტარებში დამიწერე, შენ რას ფიქრობ, ღირს მონობორბლით კურიერობა? დროებით